დღის სხვა მთავარი თემები აგრარული უნივერსიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რამდენიმე წუთის წინ ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო უმაღლეს სასწავლებელს გაუქმებული ავტორიზაცია აღუდგა და სასწავლო პროგრამებსაც შეჩერება აღარ ემუქრება. რა ვითარებაში მიმდინარეობდა თითქმის 3 საათიანი განხილვა, ამის შესახებ თეონად ცხომელიძე ისაუბრებს. დახურულ კასმიღმა 2 საათიანი მსჯელობის მერე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომელსაც აყენებდა აგრარული უნივერსიტეტი. იქამდე კი საბჭოს წევრებმა მოისმინეს როგორც ექსპერტების მოსაზრებები, ასევე აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელთა პოზიცია და გაეცნე ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნა მოძიებული. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ არ შეექმნება პრობლემა არც ერთ იმ პროგრამას, რომელსაც აკრედიტაცია შეუჩერდა სწორედ ამ პრობლემების გამო. ვინ არის მომხრე IP საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს მიენიჭოს ავტორიზაცია. გთხოვთ ხელისაწევით დაგვიდასტუროთ. ყველამ მისცა დადებითი ხმა, გილოცავთ. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ აგრარული უნივერსიტეტი განახორციელებს კანონმდებლობით უმაღლესი სასწავლებლისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებას. დავძენ მათ შორის აკრედიტებულ რეჟიმში განახორციელოს პროგრამები. გიხსოვთ სტანდარტიზაცია. ჩვენ მივმართეთ წინადადებით, რომ აკრედიტებულ პროგრამებს არ შეშლოდათ ხელი, შესაბამისად იმ განცხადებით, რაც ეხლა გააკეთა აკრედიტაციის ცენტრის დირექტორმა, ჩვენს აკრედიტებულ პროგრამებს ესეთ ხელი არ უნდა შეეშალოთ. თუმცა ჩვენ მაინც დავალოდებით გადაწყვეტილების საბოლოო ფორმულირებას, რაცა დავწმუნდეთ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აკრედიტაციის საბჭოს, რადგან ჩვენი მოთხოვნა რაც იყო ის ყველაფერი ზუსტად აპირანთად შესრულდა. ამ გადაწყვეტილების იმედი მქონდა, რომ საბოლოო ჯამში მაინც ავტორიზაციის საბჭომ მიიღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებას. განათლების ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, უახლოესი პერიოდის განმავლობაში დოკუმენტაცია უკვე აგრარულ უნივერსიტეტს გადაეცემა.